1921 წელს თებერვლის მარტის განმავლობაში ომის და ოკუპაციის პირველსავე კვირებში საოკუპაციო რეჟიმმა ეს ყოფილი ძველი სათავადაზნაურო გიმნაზიის და საუფლისწულო მამულების სამმართველოს სახლი, სადაც მერე დამოუკიდებლობის დროს იყო მიწათმოქმედების სამინისტრო 20 წლამდე და მერე უკვე ისევ საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. ამისი ნაციონალიზაცია, კონფისკაცია მოახდინა და გადასცა საგანგებო კომისიას, ანუ ჩეკას. ანუ 1921 წლის მარტიდან 1930-იანი წლების შუა პერიოდამდე 33-34 წლამდე აქ იყო, ასე ვთქვათ, ტერორის სამსახურის მთავარი სამყოფელი შეიძლება ითქვას, აქედან იგეგმებოდა და იმართებოდა ყველა მთავარი ოპერაცია მასობრივი ტერორისა, რაც განხორციელდა 21-დან 30-იანი წლების შუა პერიოდამდე. დაპატიმრება, წამება, დაკითხვა, შესახკომში ინტრიგები და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ შემდგომში ვკითხულობთ, ეს ყველაფერი მან ხდებოდა. ჩეკა ეს არის რუსული, ჩვენ თარგმნით უბრალოდ ორ ასობერას, ეს არის чрезвычайная комиссия, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კომისიას, რომელიც არის ბოლშევიკური პარტიის უსაფრთხოებაზე და წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი პოლიციის ფუნქციების შემსრულებელი, მაგრამ იმ პერიოდში ჩეკას ჰქონდა როგორც მართლწესრიგის დაცვის, ასევე კონტრრევოლუციასთან ბრძოლის ფუნქციაც. ძველი კრიმინალები, რომლებიც ებრძოდნენ იმპერიას, მათი კონვერტირება მოხდა ჩვეულებრივად შინსახკომში და მათ აიღეს საკუთარ თავზე შინსახკომის ფუნქცია. ესეთი ძალიან ბევრი იყო საქართველოს და ამიერკავკასიის ჩეკაშიც ძალიან ბევრი იყვნენ. შემდგომში ხდება გადანაწილებითაც. მათ მიავლედნენ ხოლმე შინსახკომში შესაბამისი ცოდნის და უნარჩვევების მიხედვით. იყვნენ კარიერული ჩეკისტები, რომლებიც უბრალოდ ამთავრებდნენ მილიციის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს სკოლას. შენ თუ აი ეს დოკუმენტები არ გაქვს წაკითხული, ამ ადამიანებზე ვერ მიხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ნუ ერთი რაც გამოარჩევდა მაშინ ამ ჩეკისტებს სხვა დანარჩენისგან, ეს ისინი დემონსტრირება საკუთარი ძალაუფლების არა მარტო აი ამ დაპატიმრების დროს ახდენდნენ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, როდესაც აი ამ ჩეკისტების ფორმით გადაადგილდებოდნენ, რაც აი ამ ტყავის ჩექმებში გამოიხატება, რომელიც ყოველთვის იდეალურად გაპრიარებული უნდა გქონდეთ და რაღაც ესე სამხედრო წესით მუდამ ჩაცმულები არიან ეს შესახკომის თანამშრომლები. რამდენადაც ვიცით გადარჩენილების, პოლიტპატიმრების პირდაპირი ჩვენებებიდან 20-იანი წლების 30-იანების განმავლობაში აქ იყო რამდენიმე დონიანი სარდაფი, სავარაუდოდ აი ჩვენს ქვემოთ უნდა იყოს ერთი სივრცე სარდაფის და ასევე სიღრმეში ეზოს დონესა და პირველი სართულის დონეს შორის არის ასევე თაღოვანი სარდაფები, რომელიც გამოიყენებოდა საკნებად, დიდი ჯგუფების მოსათავსებლად და ეს მიწისქვეშა სრულიად იზოლირებული ნესტიანი ბნელი სივრცეები, ანუ როგორც კარცერები და ასევე სივრცე ამ ადამიანების პოლიტიკური პატიმრების და ყველა ტიპის ხორბლის წამებისთვის და აი მაქსიმალურად არა ადამიანური მოპყრობისთვის, რომელიც მთელი არსენალი ჰქონდა ჩამოყალიბებული, შემუშავებული ჩეკას აპარატს. თვალის შევავლოთ კარებს, რასაც ხედავთ, ძირითადად ეს არის ყოფილი ესეთი საერთო საკნები. არის ამისი, რა თქმა უნდა, წყაროების და ჩვენებების, მაგალითად რა ხდებოდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობისას, ანუ როგორ იყო მაქსიმალურად გადავსებული ეს საკნები დახვრეტის მოლოდინში მყოფი განწირული ადამიანებით და აქედან გაყავდათ ესეთი სპეციალური წესით უკვე დასახვრეტად წინააღმდეგობის შემთხვევაში ადგილზევე უსწორებდნენ ანგარიშს. კატასტროფული ისტორიების დამტევი არის ეს ადგილი, ეს შენობა. ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო პირდაპირი ტიპის ასეთი ხელშესახები მტკიცებულება ოკუპაციის, მასობრივი ტერორის, რეპრესიების, ტოტალიტარული სისტემის დანაშაულებების. სადაც კი ეს ბათქაშის ფენა იყო კედლებზე შერჩენილი, არის სავსე სულ წარწერებით მსხვერპლთა სახელების, რომლებიც ტოვებდნენ თავიანთ ვინაობას, გარკვეულ შეტყობინებებს. არის მომენტები, რომ ანგარიშობენ
იწვევენ ესე ხაზებით დღეების რაოდენობას, იმიტომ რომ ესე იზოლირებულ ადამიანს სიგნალეში და მუდმივად გამოკეტილს დღეღამის შეგრძნება უკვე ეკარგებოდა და ანუ აი ეს ყველაფერი აქ არის. გვიან ღამით საკნებიდან უკვე მისჯილი პატიმრები გამოყავდა საკომენდანტო და ჩეკას ბატალიონის თანამშრომლებს, ხდიდნენ ტანსაცმელს, უკრავდნენ ხელფეხს, ამოყავდათ აი აქ შიდა ეზოში, სადაც გამზადებული იყო სატვირთო მანქანები, ერთი ან რამდენიმე, რომლის ძარაშიც ჩატვირთავდნენ ესე ვთქვათ, ხელფეხშეკრულ ადამიანებს და სპეციალური დაცვით და ასე ვთქვათ, სამხედრო წესით გაყავდათ ქალაქგარეთ სპეციალურად ასეთი სადამშრალო აქციისთვის შერჩეულ ადგილებში. ამ გზით გადიოდა ეს სატვირთო მანქანა დღევანდელ ჩიტაძის ქუჩაზე და შემდეგ ამ დანიშნულების ადგილას. იერსახე შიდა ეზოში შეიცვალა თავისთავად, მაგრამ ძირითადი ნაწილი სტრუქტურის ასე თუ ისე გადარჩენილია და აი ნაწილში შეგვიძლია შევხედოთ ეს სარდაფის პირველი სართულის დონის საკნები და შემდეგ ეს ნახევარსარდაფი ეზოს სიღრმეში როგორ გამოიყურება. აქ უკვე ხედავთ ყოფილი საკნის ასე ვთქვათ ნაწილს, ეს არის პირველი სართულის დონე, მაგრამ გასაგები არის, რომ ფაქტობრივად სარდაფს წარმოადგენს და აი აქედან არის უკვე სიღრმეში ჩასასვლელი, აი სრულიად დახურულ თაღოვან სველ ნესტიან სარდაფის ერთეულში, რომელიც ვიცით სხერფთა ჩვენებებიდან რომ გამოიყენებოდა წარმოუდგენელი არაადამიანური ტიპის წამების და მოპყრობისთვის, ანუ იყო პრაქტიკაში, რომ ესეთ იზოლირებულ სრულიად ბნელ და ნესტიან ასეთ ერთეულში პატიმარს ტოვებდნენ საკვებისა და წყლის გარეშე რამდენიმე დღე, ხშირად კვირაზე მეტიც და როცა უკვე სიკვდილის პირას მივიდოდა და სრულიად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ მაშინ ამოყავდათ, ცოტა ხნით მოიყვანდნენ გონს და მოაბრუნებდნენ და შემდეგ აგრძელებდნენ ზეწოლას, რომ თუ კი არ ალაპარაკდებოდა და არ მისცემდა იმ ინფორმაციას, რაც რეჟიმს სჭირდებოდა, კიდევ გაიმეორებდნენ ახალ სერიას წამების და თავისთავად ფიზიკური წამების და დამცირების და შეურაცხყოფის მთელი სპექტრი იყო მათგან გარგულებაში. სხვადასხვა განყოფილებაში სხვადასხვა წამების მეთოდი იყო. ყველანაირ საზღვარს გაცნენ თავიანთი ძალადობით, რომ მათივე თანამშრომლები შეწყვეტდნენ ამდენი ძალადობით. როდესაც შენ იწყებ ძალადობას, ძალადობა რაღაც დონეზე გემორჩილება, მაგრამ რამდენიმე პერიოდის მერე, რამდენიმე თვის მერე შენ უბრალოდ ამ ძალადობას ვეღარ აკონტროლებ, იმიტომ რომ ის კატასტროფულად იზრდება და რაც მნიშვნელოვანია, თუ თან რანგით მაღალ თანამდებობის პირებს თავში პოლიტიკური პროცესი აქვს, რანგით დაბალ ტიპებს ეს პოლიტიკური იდეა საერთოდ არ გააჩნია და ისინი ამ ინტერპრეტაციით ცდილობენ თანამდებობრივად წინ წასვლას და ამიტომ ამ დროს ძალიან დიდია მსხვერპლი და ეს როგორც წესი ყველა სახელმწიფოს აწუხებს ტოტალიტარულს. დიდი მსჯელობა, რომ ეს ძალადობა უკვე ყველანაირ მასშტაბებს გაცდა, უკვე 38 წლის ბოლოს დაიწყო შინსახკომში, რომ ვიღაცებმა წარმოუდგენელი რაღაცეები გააკეთეს, როგორც კი ხელფეხი აუშვეს და პირველი დაჭერა ამ გამომძიებლების 37 წლის მოხდა 39 წელს, როდესაც უთხრეს, რომ უკვე ძალიან გეყოფათ, ესეც არ შეიძლება. დიდი მოცულობის შენობა არის და სისტემაც იყო თვითონ სტრუქტურულად ძალიან დიდი. ზედა სართულებზე განთავსებული იყო ჩეკას მმართველი ნომენკლატურის კაბინეტები, განყოფილებების ოთახები, როგორიც იყო თქვათ, საგარეო დაზვერვის თუ ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების, საიდუმლო ოპერატიული და ეკონომიკური დანაშაულის და ასე შემდეგ. სხვადასხვა ეროვნების და თავისთავად სისტემის წარმომადგენლები და ლოიალურები და ამ ტერორის დაკვეთის შემსრულებლები. რაც აერთიანებთ მათ არის ის, რომ მათ აქვთ გაკეთებული ეს ფუნდამენტური არჩევანი, რომ არიან რეჟიმის ერთგული, მთელი ტალღები განახორციელეს ესეთი მასობრივი რეპრესიების 20-30-იან წლებში, შემდეგ უკვე სისტემა მოამზადა უკვე ახალი თაობა ასეთი პერსონალის, რომელმაც გაანადგურა ასე ვთქვათ, წინამორბედი კადრების ნაწილი, რომელიც სისტემამ ჩათვალა, რომ უკვე აღარ არიან საჭირო და სანდო და ჩაანაცვლა და ანუ ეს რუტინულად სტალინური ტოტალიტარიზმის პერიოდში განსაკუთრებით ეს პროცესი იყო ესეთი ციკლები. ანუ ერთი თაობის კლანის მიერ წინას, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება, მათი მოსპობა
და შემდეგ მათი ისევ გადაზღვევა და მათი ჩანაცვლება მომდევნო, ასე ვთქვათ, თავების კლანით. სამშობლო პარტია განყენებული ძალაუფლების სამიშტო რაღაცები რაც დღეს ჩვენ აღვიქვამთ, ესე არ იყო. ისინი ემსახურებიან პარტიას და პარტია არის აპრიორულად სამშობლო. მეორე რაც მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ვისაც იჭერენ, ის ადამიანი არ არის. იმიტომ რომ საბჭოთა თელმა ამ საგაზეთო და რადიო პროპაგანდამ აი ეს განსხვავებული ხალხი გახადა მტერი და მათი დეჰუმანიზაცია მოახდინა. ამიტომ მათ არანაირი ჰუმანური დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში დაპატიმრებულების მიმართ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ისინი არა ადამიანს, არამედ მტერს ებრძვიან. და არანაკლებ მნიშვნელოვანია ეხლა მარტო პარტიის სიყვარულით და მედლებით, რა თქმა უნდა, мотиваციას დიდხანს ვერ შეინარჩუნება, ამიტომ მათ ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტები, რა თქმა უნდა, ბინები, რომლებიც მაშინ პრობლემა იყო თბილისში და ეს ახალაშენებულ ბინებში ხშირად ისინი იღებულობდნენ ძალიან კარგ ბინებს. მეორე მათ ჰქონდათ აგრეთვე წვდომა კონფისკაციას დაქვემდებარებულ ნივთებზე, ანუ ადამიანს რო იჭერენ, მერე ხდებოდა მისი პირადი ნივთების კონფისკაცია და იყო სპეცბაზრობა, სადაც შინსახკომის თანამშრომლის ოჯახის წევრები ოფიციალურად რეალობაში ეს იყვნენ შინსახკომის თანამშრომლის ცოლები, უფრო ყიდულობდნენ ამ ნივთებს. იქ ბევრი სკანდალი იყო, როდესაც ცოლებმა ქურქის გამოიჩხუბეს და ან სხვადასხვა ფაიფურის ნაკეთობების გამო და მე ეს უკვე ქმრებში გადავიდა. ყოველდღიური ბანალური კონფლიქტები აი ამ რეპრესიების დროს ჩვეულებრივად გრძელდება. მე გამოჩნდა 20 წლის მერე ძიების პროცესში, რომ მაშინ ძალიან დეფიციტი იყო ძვირფასი საათი და ყველას უნდა ეს საათი ქონოდა და ჩხრეკის ოქს რო ჩაადგენდნენ ხშირად მსგავს ძვირფას საათს არ ჩაწერდნენ ჩხრეკის ოქში, უბრალოდ ჯიბეში ჩაიდევდნენ და მე ეს ოჯახი ითხოვდა ამ ძვირფას საათს და იყო ესეთი ამბები. მარტის პირველ ნახევარშორისაც ეს სახლი გადასცეს უკვე და ჩეკას აპარატიც მოაწყეს. აქედან დაიწყო პირველი დაპატიმრებები და დასჯა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დაზვერვის და კონტრდაზვერვის ოფიცრებისა და თანამშრომლების, ვინც მოიხელთეს მათი დაპატიმრება და დასჯა, ხო? ანუ ეს პირველი ტალღები არის და შემდეგ უკვე აპრილის ბოლოს უკვე რეჟიმმა დაიწყო მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების კამპანია. 30 აპრილი, 1 მაისი არის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით და თბილისშიც, რა თქმა უნდა, ასობით და მეტი პოლიტიკური ოპონენტის ესე დაპატიმრება, პირდაპირ ასე ვთქვათ, პოლიტიკური საბაბით და მასობრივად ჩეკას იზოლატორებში და შემდეგ მეტეხის ციხეში გადაგზავნა. დეპუტატები, საქართველოს დამფუძნებელი კრების, ანუ არჩეული საგანმანათლებლო ორგანოსი, რომელთა უმრავლესობა დარჩა ოკუპირებულ სამშობლოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში, აი პირველსავე ტალღას ამ მასობრივი დაპატიმრებების და რეპრესიების ისინი იყვნენ სამიზნეები და ბევრი მათგანი დაპატიმრებული იყო და აქ იყო ჩეკას სარდაფში ასე ვთქვათ გამოკეტილი მათ შორის ყოფილი მინისტრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი განათლების და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელიც ბედის ირონიით ოკუპაციამდე ამ სახლში ქირავობდა ოთახს და ოკუპაციის შემდეგ იმერეთში თავის სოფელში დაპატიმრებული ჩამოიყვანეს და უკვე ჩეკად გადაქცეულ იმავე სახლის სარდაფში იყო ასე ვთქვათ გამოკეტილი არმენ ჭიჭინაძე, ბოლო სამხედრო მინისტრი, რომელიც აქედან შემდეგ მეტეხის ციხეში გადაიყვანეს და იქ მენინგიტით დაიღუპა უკვე. ეს არის მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ხსოვნის მეხსიერების ადგილი. არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, რესურსებთან, ხარჯებთან, სპეციალურ ტექნოლოგიებთან, რომ მოხდეს ამ ფენების სკანირება და საერთოდაც ამას სჭირდება სახელმწიფო პოლიტიკის ქონა, რომ მეხსიერების შენარჩუნება, კვლევა, მემორიალიზაცია, ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის სხვათა ბედის არის აუცილებელი. უამრავი საინტერესო და ესეთი კლასიკური გამოცდილება არსებობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ესეთი შენობები როგორ არის მემორიალიზებული ბალტიისპირეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩეხეთში და ასე შემდეგ. ანუ ეს გასაკეთებელი უბრალოდ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და შესაბამისი რესურსი.